მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. აროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. რაც შეეხება ახალ წლამდე ყველა კი ბატონო აკეთებთ სახლში, ასე ვთქვათ, სამზადისი გაქვთ ახალ წლო, მაგრამ რაც აუცილებელია უნდა გააკეთოთ ეს გაწმინდოთ მთლიანად სახლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძველი, გატეხილი, თუნდაც გამოუყენებელი, თუნდაც ერთი წელიწადი ჩასაცმელი იყოს ნებისმიერი ნივთი, რაც ხმარებაში უფრო მაინც არა გაქვთ, ხო? ჟურნალები, გაზეთები, ესეთი რაღაცები თუ გაქვთ შენახული. ახლა რაც დავუშვათ ენციკლოპედიას და ასეთ რამეს ეკუთვნის, ეს ყველაფერი შეგიძლიათ უბრალოდ გაწმინდოთ და თავისი ადგილი მიუნახოთ, მაგრამ მაინც ზედმეტი, რაც კი ცოტა რამე გეზედმეტებათ, უნდა ყველაფერს შეელიოთ და გადაყაროთ. რაც შეეხება ასევე მარილიანი წყლით ეს მილიონჯერ გადაჭმული თემა არის, აუცილებელი არის მთლიანი სახლი მოასუფთავოთ. ასევე ჩემოკარგებო, სასურველია თუ გააკეთებთ სახლში წმენდას სანთლებით, თუმცა ეს სანთლები არის შესაძლებელი ამ შემთხვევაში, ასევე ესეთი ჭხირებით, ვისთანაც მით უმეტეს განსაკუთრებულად არის რამე მაგიური ზეგავლენა თუ ეს გაქვთ შემჩნეული, არა გაქვთ წინსვლა, ხვავი, პარაკა, წარმატება ოჯახში, ამ შემთხვევაში პროგრამული სანთლები უნდა შეიძინოთ და ესე დაამუშავოთ მთლიანად სახლი და გაასუფთავოთ. დანარჩენი უკვე ახლა ფერებს და ასეთ რაღაცებს კი აცხადებენ ასტროლოგები, თუმცა ვერ ჩამოყალიბდნენ რომელი ფერი შემოგთავაზოთ, წითელი, შავი თუ ასე შემდეგ. მე მაგალითად შავ ფერზე აქცენტს არც ერთ ახალ წელს არ გავაკეთებდი. არა მარტო წელს კი არა, საერთოდ ახალ წელს არც ერთ ახალ წელს არ უნდა გამოიყენო შავი ფერი. სასურველი არის ყველაფერი დავუშვათ ახალის თუ ჩაიწმევთ, ან ფეხსაცმელი, ან კაბან, რაღაცა ერთი, თუნდაც უკაცრავად, მაგრამ პირადი ჰიგიენის ნივთები იყოს ნებისმიერი, თეთრეული, უკაცრავად, აი თეთრეულით შეგიძლიათ რაღაც გამოიყენოთ ესეთი და შეეცადეთ, რომ უფრო ნათელი ფერები გქონდეთ გამოყენებული, აქცენტი ახალი წლისთვის წითელი არა. ოქროს ფერი, მწვანე, კარიჩნი, ღია ფერში უფრო შავისკენ რომ მიდის, ისეთი არა, მუქი არ გინდათ. ესეთი ფერები, ძირითადად. საჩუქრებს რაც შეეხება, სკვერსახოცი წინდები, საათი, მე საათი გამოაცხადე, მაგრამ ეს თქვენ თუ შეიძენ და იმ შემთხვევაში არის კარგი თქვენს დროზე გამოთვალოთ, როდის უნდა დაიბნიოთ ხელზე და ამ შემთხვევაში გაქვთ დავუშვათ რისთვის გინდათ თქვენ ძალიან კარგად მუშაობს დაცვაზე საათი რომ იცოდეთ. ხო, იმიტომ რომ ხანდახან არის ისეთი მდგომარეობაც ვიღაცებს ეს სამაჯურები ნატურალური ქვების ისე ეჭხირებათ თვალებში, გონიათ რომ არიქა ეს რადგან გიკეთიათ, რა ვიცი, ცოცხლზე გადამჭდარი ალქაჯი ხარ და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვინც დავუშვათ ესეთი რაღაც მდგომარეობა გაქვთ და გაღელვებთ რასი ფიქრებს დავუშვათ თქვენთან ახლო მყოფი ოჯახის წევრია თუ სამეზობლო თუ სამეგობრო, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვერცხლის სამაჯურით ან ვერცხლის ბეჭედიც კი ბატონო, თვალში მოსახვედრი ბეჭედი არ უნდა იყოს, უბრალო და ასევე ვერცხლის საათით. თუმცა ესენი უნდა იყოს დაპროგრამებული სპეციალურად ეზოთერიკოსის მიერ და არა ისე უბრალოდ იყიდოთ, იმიტომ რომ ისე უბრალოდ ნაყიდი და შეძენილი ყველაფერი, თუნდაც ნატურალური ქვებიდან შეძენილიც არის სამკაულის სახით და არა დაცვა ფინანსები თუ რაც თქვენ გაინტერესებთ რომ იცოდეთ. ამიტომ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა.
და საათზე ვამბობდი თქვენს დროზე, თქვენს მონაცემებზე გამოთვლილი, როდის უნდა დაიბნიოთ. რა თქმა უნდა, გასუფთავებულიც უნდა იყოს, შესაბამისად, ეხლა წყლით ვერ გაასუფთავებთ ნამდვილად და უკვე აპროგრამებთ, რა გინდათ მოიზიდოთ. პირადი წარმატებები თუ ფინანსური და კარიერული წინსვლა. ეს ამას აკეთებს ეზოთერიკოსი, რომ იცოდეთ ზოგადად. ეს არის, რაც უნდა გაითვალისწინოთ, რაც უნდა გააკეთოთ. სახელმწიფო ბოქსები მაქვს, რა თქმა უნდა, ვინც არის დაინტერესებული, ძალიან ყველაფერი ჩემთან არის ნატურალური. ყველაფრიდან, ავიცი, სამკაულ იმიდან ნატურალურ ქვებიდან დაწყებული სანთლებამდე, ეთერზეთებამდე და ასე შემდეგ. კარგით, ნახოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეთ რაღაცას რო გამოაცხადებ და მე ვაკეთებ გაშლას, ყოველთვის ფიქრობენ, რომ არ ეკავსიო ეს წარმატებები. იცით რა არის, თქვენ თუ ამ წარმატებისთვის არაფერს არ გააკეთებთ, მე წინ რაც გამოვაცხადე, დაუშვათ წმენდები თუ ადამიანთან საჭირო ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს, ეს შეიძლება ეს გაშლა იყოს ამ შემთხვევაში 1-2 ადამიანისთვის ზოგადად რომ იცოდეთ. იმიტომ რომ ასე რომ ვთქვათ, ავად თუ არის ადამიანი, აუცილებლად მას სჭირდება წამალი და ექიმი. ეს არის დაუწერელი კანონი. სხვანაირად ის ვერ გამოვა მდგომარეობიდან. ძალიან იშვიათია, ძალიან იშვიათი, ეს არ არის უკვე მძიმე დაავადება, ხო? თავისით გამოვიდეს ადამიანი. კარგით, ნახოთ ეხლა ჩვენ აი ზუსტად ეს პატარა წარმატებები, სურვილები რა როგორ იქნება. აქ არის ასეთი მდგომარეობა, თითქოს ნაყოფიერებაში ფიქსირდებით კი ბატონო, რაღაც გამარჯვების პოზიცია გაქვთ, სიხარულის, რაც თქვენ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, იმ საკითხთან დაკავშირებით, ეს არ არის მოულოდნელი და უშუალოდ გაუთვალისწინებელი პირიქით. აქ არის მოგება თუ არის რაღაცა მოგების თემა, შეიძლება ეს იყოს, რა ვიცი, ვიღაცამ ლატარია მოიგოს, ხო, უშუალოდ ითამაშოს, ან თუნდაც ბიზნესი კონდეს, ძალიან კარგი მოგება კონდეს, ან შემოსავალი. უბრალოდ აქ როგორ არის, იცით, ცოტა იყავით მშვიდი და ასევე ნახეთ, შესაძლებელია იმ დროში ზუსტად თქვენ ვერ ჩაჯდეთ და ცოტა დრო დაგჭირდეთ, მაგრამ აუცილებლად ეს გამოვა. უბრალოდ იყავით მშვიდი, არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ წარმატებაში ფიქსირდებით, ანუ ეს იქნება აუცილებელი. აქ არის როგორი რაღაც იცით, აი თუნდაც ეს განახლება, რაზეც ვისაუბრე, კი ბატონო, ესეც დაფიქსირდა, იმიტომ რომ რაღაც შეცვალე, რაღაც განაახლე და ის არა, დავუშვათ მოძველებული ძველი, რაღაც დავუშვათ რეკლამა გაქვთ, გქონდათ, განაახლეთ, ხო? გარდერობია განაახლეთ, აი რაღაც განახლებასთან არის მდგომარეობა. შეიძლება თქვენი საქმე, თქვენი რაღაც, რაც დავუშვათ ეხლა გეფიქრება დასრულებად რაღაცა, ის ზუსტად ეს იყოს, რომ კი ბატონო გამოვა და ამუშავდება და რაღაც იქნება ეს წინსვლა. მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან დიდი დროზე არ არის საუბარი, ეს არის სრული ნაყოფიერება. პირიქით, იქ იყავით ძალიან სიფრთხილე რატო ამოვიდა ეს მითხარი, სიფრთხილე რატო, გაფრთხილება შვაში არის. გაფრთხილება ამ შვაში ის არის, რომ შესაძლებელია ძალიან როგორ არის, იცით, აქ მიფიქსირდება ესა და ძალიან შესაძლებელია თქვენ იყოთ თავისუფალი, ან ღია, ან რაღაც ისეთი, ხო არის ადამიანი, რომ აი რაღაცას რო გააკეთებს, ან მიაღწევს და ნუ ვეღარ იმაშვება, რა ქვია, დაატორმუზებს, აი ამ სიხარულს გამოხატავს
მთელი ემოციით ყველამ გაიგეთ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აქ ამ შემთხვევაში უნდა პირიქით უნდა იყოთ. გაფრთხილება ამას ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ ის მომენტი ნამდვილად არ გაქვთ რაღაცა დავშო წინ არ წახვიდეთ და არ იმასკან პირიქით აქ არის შესაძლებელია რაღაცის განმეორება, ანუ განმეორებით როგორ ნახსნაიცით შეიძლება ნახეთ ერთი და იგივე რაღაცა საქმის რამდენჯერმე გაკეთება, მაგრამ ეს წარუმატებლობას არ ნიშნავს პირიქით. არა, ეს წარუმატებლობაში არ გიფიქსირდება, შეიძლება რაღაცა მოხდეს, ხო? პირიქით, აქ იქნება ცვლილება ნაბიჯ. ბევრი დრო არ იმაშვება, არ დაგჭირდებათ, როგორც თქვი. უბრალოდ შესაძლებელია გქონდეთ ის მომენტი, რომ რაღაც ტყუილებით და ესე არ მიყვეთ. არა, ესეთი რაღაცა არა. საბოლოო ჯამში მე გეტყოდით, რომ კი ძალები თქვენს მხარეზე დგას, აქ არის მთლიანი სიძლიერება, უბრალოდ იყავით გამბედავი და მშვიდი. მეტი აქ არც გაფრთხილება, არც არაფერი. აუცილებლად გადალახავ იმ პრობლემას, რაც თქვენ აქ გაწუხებთ, ხო? შეიძლება აქ ერთი საკითხი არ იყოს, აქ იყოს რამდენიმე ერთიობრი საკითხი წინა ხაზზე, ხო, რომელიც სასწრაფოდ გაქვთ დავუშვათ მოსაგვარებელი გადასაწყვეტი. კი ბატონო, მე გეტყოდით, რომ გადალახავთ აუცილებლად გექნებათ თქვენ მაგ შედეგი. აქ მთლიანად როგორ არის, იცით? მე არ ვიცი, ახლა ვიღაცა შეიძლება ბინის თუ რაღაცის შეძენაზე იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ იმხელა ნაყოფიერება და იმხელა შეიძლება ფინანსური მოგება ან რაღაც წარმატება ფიქსირდება აქ. არ არის გამორიცხული კი შეძენა თუ გინდათ ეს იყოს მაშინ, ეს შენაძენი, ხო? ვალი თუ გაქვთ, მაშინ ეს ვალი გაისტუმროთ. მაინც დავკონკრეტდით, ვისთვის როგორ? ყოველ შემთხვევაში ბარაქაში რო ფიქსირდებით და თითქოს დრომ დაიწყო, ნახეთ ათვლა. აი ეგ არის. თავარი ეს არის. რომ დრომ დაიწყო აქ ათვლა და შესაძლებელია ნახეთ როგორ არის იმ დროში თქვენ მაინც იდეა რაც გაქვთ ვერ ჩაჯდეთ, მაგრამ ძალიან მალე მაინც მოგვარდება, ესე ვთქვათ. პრობლემების მოგვარება. კი ბატონო. ეს არის გარდაუვალი. მე არ ვიცი, აქ შეიძლება ოჯახი დაგეხმაროთ, შეიძლება ვინმე მეგობარი ან საგვარეულო ხაზი თითქოს ისე ფიქსირდება. არ აქვს მნიშვნელობა ყავთ არ ყავთ, შეიძლება გარდაცვლილი ყავთ, მაგრამ ეს საგვარეულო ხაზი ხომ არსებობს, კაცო. აი რაღაც ძალა გეხმარებათ, თქვენ ამის ენერგიას მოგცემთ ჩემგან. ეს იყო დღეისთვის იმედი ამ ინფორმაციებს გაითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, გამოგადგებათ ასევე. თქვენი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის, რომ იცოდეთ. მაგრამ აქ კიდევ დამიფიქსირდა მე და თითქოს არ გავაკეთე აქცენტი, მაგრამ ისევ იმასკნა მიჩვენა. ეს არის გადაადგილება, არ ვიცი, სამოგზაუროდ მიდიხართ. თუ შესაძლებელია რამე გჭირდებოდეთ, არა დავიფიქსირე. მოგება კიდევ. ეს ერთი მხრივ, არა ერთი, ხო? კი.
აუცილებლად იქნება მოგზაურობა. გადაადგილება, არ არის გამორიცხული რაღაცა მანქანა იყიდოს. მანქანის ყიდვა, იმიტომ რომ 9 ჯერ ამოფრიალდა და აშკარად ვიღაცა ყიდულობთ. დაჯავშებებით დროებით.